ძალიან მიხარია რომ ჩვენს ვიდეოზე გადმოხვედი, რადგან ვიდეოს ბოლოს შენ ისწავლით როგორ უნდა დააწყო მარტივი წინადადებები ინგლისურში და ასევე გაეცნობი საბაზისო გრამატიკას. ამას ჩვენ მე და სალომე ერთად აგიხსნით. დავიწყოთ. ყველა ენას აქვს თავისი თანმიმდევრობა. ამიტომ საკმაოდ რთულია პირდაპირ ქართულიდან ინგლისურზე გადათარგმნა. ამ ვიდეოში გასწავლით სწორედ ამ თანმიმდევრობას. ახლა მოდი ვისაუბროთ იმ სიტყვებზე, რომლებიც ვიდეოს განმავლობაში ძალიან დაგვჭირდება. პირველი არის სუბიექტი, ანუ მოქმედი პირი, რომელსაც ინგლისურად აღნიშნავთ ეს ბგერით, ის ვინც ასრულებს მოქმედებას წინადადებაში. შემდეგ გვაქვს ობიექტი, ობიექტი არის უშუალოდ ის, რაზეც ვრცელდება მოქმედება. მერე ზმნა, ზმნა არის უშუალო მოქმედება, აი მაგალითად წიგნის კითხვა. კითხვა არის ზმნა. ასევე გვაქვს არსებითი სახელი, არსებითი სახელი არის ყველა ის სიტყვა, რომელიც პასუხცემს კითხვაზე რა, მაგალითად რა, წიგნი, რა, ძაღლი და ასე შემდეგ. არსებითი შეიძლება იყოს როგორც სუბიექტი, ასევე ობიექტი. ასევე გვაქვს personal pronouns, ანუ პირის ნაცვალსახელი. ესენი არიან სიტყვები, რომლებიც ანაცვლებენ არსებით სახელებს. მაგალითად, a girl შეიძლება ჩავანაცვლოთ she ნაცვალსახელით. ანუ გოგო ის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ინგლისურისთვის auxiliary verb, ანუ დამხმარე ზმნა. ეს არის ის ზმნები, რომლებიც გვეხმარება კითხვითი და უარყოფითი ფორმების წარმოებაში, ასევე მოკლე პასუხების გაცემაში. ინგლისურ ენაში გვაქვს ასეთი ეგრეთ წოდებული ფორმულა, რომელსაც ვეძახით SV ან SVOs. SV იშიფრება როგორც subject, verb, ანუ სუბიექტი და ზმნა, ხოლო SVO იშიფრება როგორც subject, verb, object, ანუ სუბიექტი, ზმნა, ობიექტი. SV-ის მაგალითი. მაგალითად, Julia talks, ანუ Julia საუბრობს. აქ Julia არის სუბიექტი, ანუ ადამიანი ვინც მოქმედებს, ხოლო talks არის ზმნა, საუბრობს. თუ ვიტყვით Julia reads books, ამ შემთხვევაში Julia არის ისევ სუბიექტი, reads არის ზმნა და books ეს არის ობიექტი, ანუ რაზეც ხდება მოქმედება. ამ შემთხვევაში ეს იყო SVO-s მაგალითი. ანუ სუბიექტი, ზმნა, ობიექტის მაგალითი. ეს სტრუქტურა არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრუქტურა ინგლისურში და არასდროს უნდა დაგვავიწყოს, რომ ქართული შედარებით მოქნილი ენაა და თუ ჩვენ პირდაპირ გადავთარგმნით ქართულიდან, მაშინ ეს წყობა ხშირად დაგვერღვევა. ამიტომ როგორც არ უნდა ჩამოვაყალიბოთ ქართულად წინადადება, ყოველთვის გვახსოვდეს SV და SVO სტრუქტურა ინგლისურში. შეგვიძლია განვიხილოთ მაგალითი, მე ვკითხულობ წიგნს, რომელიც ბევრნაირად შეგვიძლია რომ ქართულად ვთქვათ. როგორ იტყვი მე ვკითხულობ წიგნს? I read a book. როგორ იტყვი მე წიგნს ვკითხულობ? I read a book. როგორ იტყვი წიგნს ვკითხულობ მე? I read a book. როგორ იტყვი წიგნს მე ვკითხულობ? I read a book. როგორც დავინახეთ, ქართულად ბევრნაირად შეგვიძლია რომ ეს წინადადება ვთქვათ, მაგრამ თუ მაკა იტყვა და სხვანაირი სტრუქტურით ინგლისურად, მაშინ შინაარს საერთოდ დავკარგავდით. ანუ აქაც ყველგან მაკამ გამოიყენა SVO სტრუქტურა. ახლა მოდი ვისაუბროთ მარტივ დროებზე და დავიწყოთ the present simple tense-ით, რომელიც არის აწმყო მარტივი დრო. აქ მტკიცები წინადადებაში, ანუ წინადადებაში, რომელიც უბრალოდ რაღაცას ვამბობთ, არც კითხვას ვამბობთ, არც არაფერს უარყოფთ, ჩვეულებრივ გამოიყენება ზმნა I, you, we-სთან და they-სთან. მაგალითად, I read a book. მე ვკითხულობ წიგნს. თუმცა თუ გვინდა რომ ვთქვათ მესამე პირის მხოლობით რიცხვზე, ანუ he, she ან it-ზე, ვიტყვით ასეთ რამეს she reads a book. ეს ძალიან გავს ქართულ სტრუქტურას, როდესაც ვამბობთ, რომ ის კითხულობს წიგნს. ანუ აქაც გვაქვს ესი და ინგლისურში ზმნას დაემატება ესი. ახლა გადავიდეთ კითხვით ფორმაზე, რაც შეეხება კითხვით ფორმას, აქ გვჭირდება აუცილებლად დამხმარე ზმნა, რაც ქართული ენისთვის მიუღებელია, არ არსებობს ქართულ ენაში დამხმარე ზმნები. ამ დროში ჩვენ გვჭირდება do და does დამხმარე ზმნები. do გამოიყენება I, you, we და they-სთან, ხოლო does he, she, it. does-ი არის უბრალოდ do-ს დამატებული ესი. მაგალითად, do you read books? კითხულობ წიგნებს? პასუხი ასეთი შეიძლება იყოს. Yes, I do, ან no, I don't. კი, ვკითხულობ, ან არა, არ ვკითხულობ. ავიღოთ მაგალითად წინადადება do you like books? მოგწონ შენ წიგნები. ამ შემთხვევაში do დამხმარე ზმნა წავიდა წინადადების თავში, მას მოყვა პირის ნაცვალსახელი you, ხოლო პირის ნაცვალსახელს მოსდევს თავარი ზმნა like. და ბოლოს რა თქმა უნდა, ობიექტი books დაჯდება წინადადების ბოლოში. ამ კითხვაზე შესაძლო პასუხები შეიძლება ასეთი იყოს. Yes, I do. ეს არის შემოკლებული ვერსია და do-ში უკვე გადმოტანილია like-ის მნიშვნელობა, ანუ კი მომწონს. ამის სრული ვერსია იქნება Yes, I like books. კი მომწონს წიგნები და აქ SVO სტრუქტურა ისევ შენარჩუნებულია. ახლა რაც შეეხება უარყოფითს. უარყოფითი პასუხი შეიძლება იყოს ასეთი. No, I don't. ეს არის შემოკლებული პასუხი, სადაც don't ნიშნავს do not. ან შეიძლება იყოს No, I don't like books. სრული პასუხი. No, I don't მაგალითი რომ უფრო დეტალურად გავიაროთ. ამ შემთხვევაში no უარყოფა დადგება თავში, შემდეგ მოყვება სუბიექტი I, შემდეგ მოყვება დამხმარე ზმნა do და შემდეგ მოყვება კიდევ ერთი უარყოფა not. ანუ no, I don't. ხოლო თუ სრულ წინადადებას ავიღებთ, მაშინ გამოგვივა როგორც ვთქვით No, I don't like books. ამ შემთხვევაში თავში ისევ იქნება უარყოფა no, შემდეგ ისევ სუბიექტი I, შემდეგ ისევ დამხმარე ზმნა და კიდევ ერთი უარყოფა do not, შემდეგ მთავარი ზმნა like და შემდეგ ობიექტი books. როგორც ნახეთ, ისევ SVO სტრუქტურას გავყევით, სადაც
ეს სუბიექტი შენარჩუნდა ისე როგორც I და V ანუ ზმნაში გაერთიანდა დამხმარე ზმნა, უარყოფა და მთავარი ზმნა და ბოლოს დაგვრჩა ობიექტი O. ახლა ვისაუბროთ მესამე პირის მხოლობით რიცხვზე, აქაც სტრუქტურა იგივეა, თუმცა ერთი დამატება ხდება, ზმნას ემატება S. მაგალითად, she likes books. მას მოსწონს წიგნები. ახლა განვიხილოთ კითხვითი ფორმა. მაგალითად, does she like books? მოსწონს მას წიგნები. ამ შემთხვევაში does დამხმარე ზმნა წავიდა წინადადების თავში, ხოლო like ზმნას ჩამოშორდა ის S. შესაბამისად, პასუხიც ასეთი იქნება: yes, she does, ანუ კი მას მოსწონს და უარყოფითი იქნება no, she doesn't. ანუ არა, მას არ მოსწონს. რა თქმა უნდა, ამ პასუხებსაც აქვთ სრული ვერსიები: yes, she likes books და no, she doesn't like books. და რა თქმა უნდა, აქაც შენარჩუნდა SVO სტრუქტურა. რაც შეეხება წარსულ დროს, სტრუქტურა ვრჩება ისევ იგივე SVO, მაგრამ აქ განსხვავდება ზმნები. კითხვებითი წინადადებების საწარმოებლად ჩვენ გვჭირდება ზმნები მის წარსულ ფორმაში. ზმნები წარსულ ფორმაში არსებობს ორნაირი. პირველი, ეს არის წესიერი ზმნები, რომლებსაც უბრალოდ მარტივად ბოლოში ემატებათ id და ასევე არსებობს არაწესიერი ზმნები, რომლებიც ძირითად შემთხვევაში მთლიანად იცვლის ფორმას. მოდი ეს ყველაფერი განვიხილოთ მაგალითის საფუძველზე. მაგალითად, she liked books. ამ შემთხვევაში like ეს არის წესიერი ზმნა, ამიტომ მას უბრალოდ დაემატა ბოლოში id. ეს წინადადება ითარგმნება როგორც მას მოეწონა წიგნები. და რა თქმა უნდა, ეს წინადადებაც მიყვება SVO სტრუქტურას. ახლა თუ მინდა რომ მე ეს წინადადება გადავიყვანო კითხვით ფორმაში, მაშინ უნდა შემოვიყვანო დამხმარე ზმნა, რომელიც მაგამ ახსნა და ეს დამხმარე ზმნა მის წარსულ ფორმაში იქნება did. აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ did-თან არ შეიძლება რომ ზმნა ჩავაყენოთ წარსულ ფორმაში. შესაბამისად, like დაკარგავს მის id დამატებას და გამოდის შემდეგი წინადადება. Did she like books? მოეწონა მას წიგნები? ესეც თავისთავად მიყვება SVO სტრუქტურას. დამხმარე ზმნა ამ შემთხვევაში did დადგება თავში, შემდეგ მოყვება სუბიექტი, შემდეგ მოყვება მთავარი ზმნა და ბოლოს არის ობიექტი. ამ კითხვას შეიძლება ქონდეს ორი პასუხი. თუ დავეთანხმებით, ვეტყვით yes, she did, ამ შემთხვევაში თავში ვიტყვით yes, ანუ დავეთანხმებით, შემდეგ სუბიექტი, შემდეგ ზმნა. ხოლო თუ გვინდა რომ ეს წინადადება უარყვოთ, ამ შემთხვევაში უკვე მოგვიწევს ისე did-ის გამოყენება, თუმცა did-ს დაემატება not უარყოფითი ნაწილაკი, მაგალითად she did not like books. ანუ მას არ მოეწონა წიგნები. ამ შემთხვევაში შემოკლებად შეგვიძლია ამ პასუხის no, she didn't, ანუ არა, მას არ მოეწონა. ახლა განვიხილოთ არაწესიერი ზმნის მაგალითი. პირობითად, she saw a movie. მან ნახა ფილმი. ამ წინადადებაში, როგორც ნახეთ, C არის არაწესიერი ზმნა და ამიტომ მან შეიცვალა ფორმა და გადავიდა მის მეორე past simple დროში. ანუ გამოვიყენეთ saw და არა C. თუ გვინდა რომ ამ წინადადებას დავუსვათ კითხვა, მაშინ იქნება did she see a movie? აქაც როგორც ნახეთ, ზმნა მის წარსულ ფორმაში აღარ დგება, რადგან უკვე გვაქვს did დამხმარე ზმნა შემოტანილი და თუ გვინდა რომ ამ კითხვას გავცეთ პასუხი, ამასაც ისევ აკეთებთ ორნაირად. მაგალითად, yes, she did, ან yes, she saw a movie, ან she didn't see a movie, ასე ვიტყოდი წინადადებას, მას არ უნახავს ფილმი. ასევე შეგვიძლია ეს წინადადება შევამოკლოთ და ვთქვათ უბრალოდ she didn't. აქაც რა თქმა უნდა ნარჩუნდება SVO სტრუქტურა. როგორც თქვით, ინგლისურში გვაქვს ბევრი არაწესიერი ზმნა და თუ გაინტერესებთ მათი სხვადასხვა ფორმები და ქართული შესატყვისები, შეგიძლიათ ეს QR კოდი დაასკანეროთ და ნახოთ. ახლა ვისაუბროთ მომავალ დროზე. მომავალ დროში შემოდის დამხმარე ზმნა will, რომელიც ყველა პირთან და რიცხვთან ერთი და იგივე. მოდი მაგალითად ავიღოთ ასეთი წინადადება: Nick will read this book. ანუ ნიკი წაიკითხავს ამ წიგნს. ამ შემთხვევაში Nick არის სუბიექტი, will read ერთად არის ზმნა, ხოლო this book ეს არის ობიექტი. რა თქმა უნდა, აქაც SVO სტრუქტურა შენარჩუნებული. ახლა განვიხილოთ კითხვითი წინადადება. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა SVO სტრუქტურიდან გამომდინარე will დამხმარე ზმნა წავა წინადადების თავში, ან will Nick read this book? წაიკითხავს ნიკი ამ წიგნს. ამ შემთხვევაშიც will დამხმარე ზმნა, Nick სუბიექტი, read მთავარი ზმნა და this book ობიექტი. ახლა ვნახოთ პასუხები ამ კითხვაზე. რა თქმა უნდა, როგორც ვიცით, შეიძლება მოკლე პასუხი გავცეთ, ანუ ვთქვათ yes, Nick will, ანუ კი ნიკი წაიკითხავს, ან yes, Nick will read this book. ანუ კი ნიკი წაიკითხავს ამ წიგნს. მოკლე უარყოფითი პასუხი შეიძლება იყოს ასეთი: No, Nick will not. მაგრამ ჩვენ გვჭირდება რომ will not-ის ნაცვლად ვთქვათ won't. ანუ won't არის იგივე will not. მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ no, Nick won't. მაგრამ რა თქმა უნდა შეგვიძლია ჩვენ ეს პასუხი გავშალოთ და გამოვა შემდეგი წინადადება. No, Nick won't read this book. ამ შემთხვევაში თავში ისევ დაჯდება უარყოფა no, შემდეგ მოდის სუბიექტი Nick, won't იგივე will not, won't read იგივე will not read, ეს არის verb, ანუ ზმნა და this book
O, ანუ ობიექტი. შესაბამისად, ისევ დავიცავით SVO სტრუქტურა. მოკლედ, ამ ვიდეოში განვიხილეთ, თუ როგორ უნდა ავაწყოთ მარტივად წინადადებები ინგლისურში და რა კანონზომიერებას მიყვება ინგლისურში ზოგადად წინადადებები. ეს კანონზომიერება SVO ან SV ხდება არა მარტო იმ დროებში, რაც ჩვენ უკვე განვიხილეთ, არამედ ნებისმიერ წინადადებაში ინგლისურში. რა თქმა უნდა, იქ შეიძლება იყოს რაღაც დამატებები და სიახლეები, თუმცა ყველაფერი მაინც ერთ თავარ ლოგიკას ემსახურება. თუ კიდევ ცოტათი მაინც საჭუქებარებად ამ სტრუქტურებში და როგორ ავაგოთ წინადადებები, მაშინ გირჩევთ, რომ კიდევ ერთხელ უყუროთ ჩვენს ვიდეოს და თუ გაინტერესებთ დროები და გინდათ რომ კიდევ ერთხელ გადაიმეოროთ ყველა დრო, მაშინ შეგიძლიათ უყუროთ ჩვენს ვიდეოს ინგლისურის დროები 20 წუთში. დროებით! კარგად.